გამარჯობა. დღეს Bugatti Veyronis საინჟინრო ანატომიას განვიხილავთ. ეს არ იქნება ვიდეო Bugatti-s ფუფუნებაზე. ეს არის ამბავი იმ საინჟინრო ჯოჯოხეთზე, რომელიც Volkswagen-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა Ferdinand Piechმა თავის ინჟინრებს მოუწყო, როცა ფურცელზე დაწერა 1001 ცხენის ძალა, 400+ კმ/სთ და ყოველდღიური მართვის შესაძლებლობა. ამ ულტიმატუმის შესასრულებლად საინჟინრო გუნდი პირველივე ეტაპზე ტექნიკურ ჩიხში შევიდა. თავარი გამოწვევა იყო ის, რომ Ferdinand Piechი არ ითხოვდა მხოლოდ სარბოლო ავტომობილს. მას სურდა, რომ Veyrons შეენარჩუნებინა ყოველდღიური მართვის შესაძლებლობა და გლუვი, დახვეწილი დიზაინი, დიდი ფრთებისა და აგრესიული აეროდინამიკური ელემენტების გარეშე. თუმცა ფიზიკის კანონები სხვა რეალობას გარნახობდა. 300 კმ/სთ სიჩქარის შემდეგ ჰაერი კარგავს აირად თვისებებს და ავტომობილისთვის ბლანტი სითხის სიმკვრივეს იძენს. Veyronis გლუვი, სუფთა დიზაინი, რომელიც Piechმა მოითხოვა, მას მიწაზე დაჭერის ნაცვლად ზემოთ წევდა. Veyroni ფაქტობრივად აფრენას ცდილობდა. ამას ემატებოდა გაგრილების კატასტროფული პრობლემა. პირველ დამოცდებზე, როცა ძრავამ სტენდზე 1000 ცხენის ძალა გამოიმუშავა, მან იმდენი თბური ენერგია გამოყო, რომ ლაბორატორიის გამწვევის სისტემა დადნა. ხოლო თავად ავტომობილის უკანა ნაწილი ტესტირებისას ცეცხლში გაეხვა. ინჟინრებს უნდა შეექმნათ სრულიად ახალი არქიტექტურა, რომელიც გაუმკლავდებოდა ფიზიკისა და თერმოდინამიკის ამ გამოწვევებს. აეროდინამიკისა და თერმული გამოწვევების გადასაჭრელად პირველ რიგში საჭირო იყო ძრავის კონსტრუქციის რადიკალური ცვლილება. 1001 ცხენის ძალისა და 1250 ნიუტონ-მეტრის ბრუნვის მომენტის მისაღებად ტრადიციული ვისებრი ან ხაზოვანი არქიტექტურა გამოსავალი არ იყო, რადგან ძრავის ზომა გამოიწვევდა წონის კატასტროფულ დისბალანსს. ინჟინრებმა გამოიყენეს Volkswagen-ის ჯგუფისთვის დამახასიათებელი VR არქიტექტურის პრინციპი. შედეგად დამზადდა 8 ლიტრიანი W16 ძრავა, რომელიც მარტივად რომ თქვათ შედგება 2 15 გრადუსიანი VR 8 ბლოკისგან. ეს ბლოკები ერთ საერთო მუხლა ლილიმზე არიან შეერთებული 90 გრადუსიანი კუთხით. ეს კონსტრუქცია საშუალებას იძლევა 16 ცილინდრი მოთავსდეს სივრცეში, რომელიც მხოლოდ ოდნავ აღემატება ტიპიურ 12 ძრავას. თუმცა ამ არქიტექტურამ წარმოშვა 2 უდიდესი საინჟინრო გამოწვევა: ლილვის სიმტკიცე და 4 ტურბინის სინქრონული მუშაობა. ლილვი უნდა ყოფილიყო იმდენად მყარი, რომ გაეძლო 1250 ნიუტონ-მეტრის ბრუნავ ძალას. მაგრამ ამავდროულად საკმარისად მსუბუქი, რომ მაღალ ბრუნებზე არ გამოეწვია დამანგრეველი ვიბრაცია. ის გამოჭედეს უმაღლესი ხარისხის ფოლადის ელიანი ნაჭრისგან. ძრავა აღჭურვილია 4 ტურბოკომპრესორით, რომლებიც მუშაობენ თანმიმდევრულ რეჟიმში. დაბალ ბრუნებზე ჩართულია მხოლოდ 2, ხოლო მაღალ ბრუნებზე 4-ვე, რაც უზრუნველყოფს სიმძლავრის მყისიერ და ხაზოვან მიწოდებას. ძრავის კონსტრუქციის შემდეგ საინჟინრო გუნდისთვის მთავარი მტერი თერმოდინამიკა გახდა. შიგაწვის ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი საშუალოდ 30%-ია. ეს ნიშნავს, რომ 1000 ცხენის ძალის მისაღებად ძრავა გამოყოფდა დაახლოებით 2000 ცხენის ძალის ექვივალენტურ თბურ ენერგიას. პირველივე სტენდურმა გამოცდებმა 1000 ცხენის ძალის რეჟიმში აჩვენა, რომ ძრავის გაგრილების სისტემა დადნა, ხოლო ტესტირებისას ავტომობილის უკანა ნაწილი ცეცხლში გაეხვია. ამ თერმული დატვირთვის დასაძლევად Veyronში დამონტაჟდა გაგრილების რთული მრავალკონტურიანი სისტემა, რომელიც შედგება 10 რადიატორისგან. ძრავის გაგრილების პირველადი კონტური მოიცავს 3 რადიატორს, რომლებიც განლაგებულია ავტომობილის წინა ნაწილში. ასევე 3 რადიატორი ინტერკულერების, ტურბოკომპრესორების მიერ შეკუმშული ჰაერის ტემპერატურის დასაწევად, რათა გაიზარდოს ჰაერის სიმკვრივე ცილინდრებში. შემდეგი 1 რადიატორი კონდიციონერისთვის, 1 გადაცემათა კოლოფის ზეთისთვის, 1 დიფერენციალისთვის და 1 ძრავის ზეთისთვის. მას შემდეგ, რაც ძრავისა და გაგრილების სისტემის არქიტექტურა ჩამოყალიბდა, შემდეგი საინჟინრო გამოწვევა 1250 ნიუტონ-მეტრის ბრუნვის მომენტის ასფალტზე ეფექტური გადატანა გახდა. ტრადიციული მექანიკური ან ჰიდროტრანსფორმატორული ავტომატური კოლოფები ამ ამოცანისთვის უარგში აღმოჩნდა. მექანიკური კოლოფი ვერ უზრუნველყოფდა ულტრასტრაფ გადართვას და მოითხოვდა გიჟურ ფიზიკურ ძალას, ხოლო ტრადიციული ავტომატი ძალიან ბევრ ენერგიას კარგავდა თბურ ენერგიად ჰიდროტრანსფორმატორში. რიკარდომ სპეციალურად Veyronისთვის შექმნა 7 სიჩქარიანი 2 დისკიანი სველი ტიპის რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი. 2 დისკიანი სისტემა შეირჩა იმიტომ, რომ ის უზრუნველყოფს სიმძლავრის უწყვეტ დინამიკას. სანამ ერთი სიჩქარე ჩართულია, მეორე დისკი წინასწარ ამზადებს შემდეგ სიჩქარეს, რაც გადართვის დროს 150 მილიწამამდე ამცირებს. ეს პროცესი გადამწყვეტია 0-დან 100 კმ/სთ-მდე უსწრაფესი სიჩქარებისთვის. ამ დატვირთვის გასაძლებლად გადაცემათა კოლოფის ყველა კბილანა დამზადებულია საავიაციო კლასის ფოლადისგან, ხოლო კორპუსი ალუმინისგან. როგორც ზემოთ ავნიშნეთ, კოლოფს აქვს გაგრილების საკუთარი დამოუკიდებელი კონტური, ცალკე რადიატორით, რათა თავიდან აიცილონ ზეთის გადახურება მაქსიმალური აჩქარების პირობებში. Veyronis საინჟინრო ამოცანის ყველაზე კრიტიკული, ფიზიკის კანონებთან ბრძოლის საბოლოო და ყველაზე რთული წერტილი საბურავები აღმოჩნდა. Michelinმა შექმნა სპეციალური Pilot Sport Pax სისტემის საბურავები, რომლებიც კონკრეტულად ამ მოდელის ფიზიკაზეა გათვლილი.
400 კმ/სთ სიჩქარეზე საბურავის ზედაპირი წარმოუდგენელ ცენტრიდანულ ძალებს ემორჩილება. ეს ნიშნავს, რომ საბურავის თითოეული გრამი წონა გადაიქცევა 3 კილოგრამად, რომელიც საბურავს შიგნიდან გარეთ ლეჯს. ტექნიკური გათვლებით ასეთ რეჟიმში საბურავის სტრუქტურა მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში უძლებს ამ ძალებს, რის შემდეგაც მისი მთლიანობა ირღვევა. აქ ინჟინრებმა გამოიყენეს საინტერესო უსაფრთხოებაზე გათვლილი ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც საბურავებისა და საწვავის ავზის რესურსებს აერთიანებს. 400 კმ/სთ სიჩქარეზე 100 ლიტრიანი საწვავის ავზი სრულად დაახლოებით 12 წუთში იცლება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ძღოლი ვერ შეძლებს მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელებას 15 წუთზე მეტხანს, რადგან საწვავი უფრო ადრე გათავდება, ვიდრე საბურავების რესურსი ამოიწურება. საწვავის გათავება აქ არა პრობლემა, არამედ საინჟინრო უსაფრთხოების მექანიზმია. ვეირონი არ ყოფილა უბრალოდ მორიგი ჰიპერკარი. მასზე მუშაობის პროცესში ის იქცა საინჟინრო ექსპერიმენტად, რომელმაც აიძულა ინდუსტრია გადაიაზრებინა გაგრილების, მასალების სიმტკიცისა და აეროდინამიკის ფუნდამენტური საზღვრები. თითოეული მექანიზმი W16 ძრავის არქიტექტურიდან დაწყებული საბურავების ფაქს სისტემამდე შეიქმნა იმიტომ, რომ არსებული ტექნოლოგიები 400 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეზე უძლური არ მოჩნდა. ამ პროექტმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო ამბიციას მყარი, ფაქტობრივი და კომპრომისის გარეშე მექანიკური ანალიზი უმაგრებს ზურგს.